მოკლედ საყუნი ნაადგარის ოპერირება. აქ გვაქვს DLM 53 T მოდელი Samsung-ის ლაზერი BDE 170 ტონა 3200 სიგრძეში. აქ მოდივართ. ეს არის დენის ჩართვა ელექტროგარდაზე. ანუ იქ ავტომატს ავწევთ. ამას გადაატრიალებ ნაადგარი ჩაირთვება. მაგრამ არ ჩაირთვება პომპას, ზეთის პომპა. დავბრძანეთ. ამას გაწევთ. ამ კარებს რო გაწევთ, აქ არის უსაფრთხოების ღილაკი. ეს თუ არ იქნა შეკრული, ისე ნაადგარი არ იმუშავებს და არ განულდება. შემოვიდეთ ახლა გაჩვენებთ რა ხდება. აქ გვაქვს ძრავი. ეს ძრავი ატრიალებს ასინქრონული ძრავი არის, სამფაზა. ატრიალებს აი ამ ხრავს, პომპას ეგრეთ წოდებულს. ეს ქმნის წნევას, რომელთაც მე ეს გუშები ჩამოდის დაბლა აწვება. აქედან გამოსული ზეთი მუდმივად იფილტრება. ეს არის ფილტრი. ეს ფილტრიც გარკვეული დროის მერე, წლების მერე უნდა შეიცვალოს. აქედან გაფილტრული ზეთი მიდის ზემოთ არის ჩამთველი ორგანები, კლაპნები ეგრეთ წოდებული. ოღონდ კლაპნები არის ანალოგური. ანალოგური ნიშნავს, რომ ძალის განსაზღვრაც კი შეუძლია და ნაკადის რაოდენობა. და აქედან წასული ზეთი კლაპნებში გაივლის ეგრეთ წოდებულ კლაპნებში დააწვება დაბლა, ჩამოვა. აქ გვაქვს კიდე დასაცლელი. ეს არის ზეთის დასაცლელი. ამას არ ეხებით. ამ ზეთს არ შეცვლით 1-4-5 წლის მერე იქამდე იმას არ ეხებით. ფილტრ შეიძლება გარკვეულ პერიოდში დაჭირდეს შეცვლა. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი თერმომეტრი და ტემპერატურა. ზეთი აქამდე უნდა ესხას. ახლა კარგ ნორმაზეა სხია. კარგად ასხია, უბრალოდ აქ თუ დაგაინტერესებთ, ხო, ზამთარში ან ზაფხულში. თუ რაღაც არაკონსისტენციურ ვაღუნვას ღებულობთ, ვერ ღუნავს ერთ და იგივენაირად. უნდა მოხვიდე. ტემპერატურას უნდა შეხედოთ. თუ ტემპერატურა მაღლა ადის, აი აქ გაქვს ზეთის გაგრილება. რადიატორი არის და ზეთს აგრილებს. ამოდი ახლა ნახოთ. აუცილებლად კარები უნდა დახურო. დანადგარს ზოგადად ბირკა ინფორმაცია თუ დანადგარი რა მოდელი არის. აი აქ აწერია, რო კითხოს ვიღაცამ, ეს უნდა აჩვენო. შემდგომ მაგალითად ჩავთეთ დენში, ხო? და გვინდა ზეთის პომპის ჩართვა. ამას თუ არ ჩართვა, ამღილავ თუ არ დააჭერ. ისე დანადგარი ზემოთ გვერდ არ იმოძრავი. ის ძრავი მუდმივად ტრიალებს. ზამთარში, როდესაც მოხვალ დანადგართან, ამას რო ჩართავ 1 საათი, მინიმუმ 1 საათი იმ ძრავმა უნდა იტრიალოს. ამ ზეთის თლიანი ცირკულაცია უნდა გაუკეთოს, უნდა გადაურიოს და ეს ცივი ზეთი უნდა შეათბოს. ზაფხულშიდაც იგივენაირად, ზაფხულში ოღონდ 5 წუთი, 10 წუთი ჩართავ, იმუშავებს და მერე დაიწყებ მუშაობას. თუ იცი რომ მთელი დღე უნდა ამუშაო, მაშინ აქ ჩართავ ზეთის იმასაც, პრობელერსაც, გაგრილებასაც, გარეგან ჩაურთავ. ზაფხულში ჩარდეთ, ზამთარში არ დაჭირდება. ზამთარში თუ ძალიან დატვირთავ, მერე დაგჭირდება, ტემპერატურას უნდა შეხედო. ან ნადგარი რო ვერ გიღუნავს, კითხვა უნდა გაგიჟდეს, რატო ვეღარ მიღუნავს, ისე და უნდა მოხვიდე, უნდა ნახო. ახლა აკეთგენ. ამასაც როცა გამოწევთ, ხო? აქედან მხარეს, მოდი, შეხედე. ამასაც აქ ღილაკი. აი ეს ღილაკი. ეს თუ შეკრული არ იქნა, ისე არ იმუშავებს. ეს არის უსაფრთხოებისთვის. კარგი. ახლა ამის შემდგომ აქ გვაქვს კომპენსატორი. მუცლის კომპენსატორი. ან როდესაც ჩვენ აქ ღუნავთ რაღაცას, ხო? აი ამას. ეს არის ხრახნი რეალურად თელ სიგრძეზე. ტრიალებს ეს ხრახნი და მუცლის ამოწევა, ჩაწევა შეუძლია. ეს ახლა რისთვის არის საჭირო? ეს ხო 3 და 2-ია სიგრძეში. წარმოიდგინე 170 ტონა. 170 ტონა ჩათვალე არის რამდენი? 150 მანქანა. რო წარმოიდგინოთ, ზემოდან აწვება ამას. ამას დააწვება 150 მანქანა. ქვემოთ ის იღუნება. რო გაიღუნება, მე აი აქ თელ სიგრძეზე აქედან რო გახედავ, გაგიკეთებს მუცელს. ანუ აი ასე იქნება რკალი. აი აქ იქნება აი ასეთი რკალი. ეს რკალი რო არ კონდეს, წინას არ მუცელს ამოუწევ და დაპრესვის დროს ეგ მუცელი დააკომპენსირებს აი ამას. ვიხდი მაგისთვისა ის კომპენსატორი. იმ კომპენსატორის გარეშე, ამ დანადგარებს ფასი არ აქვს, რა საღუნ დანადგარს. თუ ეგ არ აქვს, დანადგარი არ გაქვს ჩათვალე. თუ მოკლე დანადგარები გაქვს, მოკლეს არ ჭირდება, იმიტომ რომ დაწოლის ძალაც დაბალი არის და პრობლემა არ გექნება. გრძელზე და მაღალ ტონაჟზე აი ეს რაღაც არის აუცილებელი. ახლა ამასობაში ეს უკვე ჩაიტვირთ. ამას რამდენიმე წუთი ჭირდება ჩასატვირთად. ჩაიტვირთა ბატონო, მოვედით, ჩამოშალეთ ეს მენიუ და სინათლე ავანთით. აგ. განათება რომ შეხედო რა უნდა გააკეთო. მე აქ არის კოდი შესაყვანი. ეს კოდი თუ სწორად მახსოვს 257889 არის. აქ შეიყვან რომ მე იმუშაო რა რაღაც პარამეტრებს ისე ავტომატურ ღუნის რეჟიმში პარამეტრებს არ შეგაცვლებინებს. აქ გაქვს ახლა მართვის ორი რეჟიმი. არის ავტომატური, არის ხელი. ხელით მართვა არის მარტო ერთ ხელო გინდა ერთ და იგივე დეტალი რომ მოღუნო.
ავტოს იყენებ ბევრნაბიჯიანი მოღუნები შეიძლება 10 სხვადასხვა გრადუსი ექონდეს მოღუნა სხვადასხვა პარამეტრი და მაგისთვის არის ეს ავტომატური. ახლა მაგალითად გვინდა ხელით მოღუნოთ, ხო? სიტყვაზე რაღაც გვაქვს შეყვანილი, ეს არის ჩართვის ღილაკი, დაადგარი არ ეშვება. არ ეშვება იმის გამო, რომ სავარაუდოდ ძრავი არ გვაქვს გაშვებული, აბა ნახოთ. ხო, ძრავი არ გვაქვს ჩართული. აქ მოხვალ დააჭერთ ძრავს, ძრავი გაეშვება. თუ სიტყვაზე შესაძლებაზე გადიხარ, ძალიან დაადგარს კი არ გათიშავ. დააჭერთ ძრავის გათიშვას. ეს არის ძრავის გათიშვა, ეს არის ძრავის შართვა. ჩავთეთ ძრავი. ეს არის ძრავის შართვა. ეს არის, როდესაც რაღაცას ასწორებ, მექანიკურად, ძალიან ნელა რომ მუშაობდა წეღან, მაგის ღილაკი არის ეს. ამაზე გადართავ და უსაფრთხოდ, ანუ ხელით მართვის რეჟიმში გადადის. ახლა მოხვალ აქ დააჭერ სტარტ ღილაკს, ეს სტარტ ღილაკი გამწვანდება, დაადგარი დაიწყებს განულებას. პირველი ჩართვის დროს ეს აუცილებლად უნდა გააკეთო, ანუ მანუალში გადაყავს, სტარტს აძლევ და დაადგარი მივა, განულდება როგორც ლაზერული მჭრელი. როცა ნოლდება, ეგრე აკეთებს ესეც რა. ასე განულდება და შემდგომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ, ასე ვთქვათ, მოღუნა. ან როცა განულეს მოვა ზომაზე. ეს პირები შეგიძლიათ და გადაწიოთ, გადმოწიოთ ასე. რომელიც არ გჭირდება, უკან გადაწევ, რომელიც გჭირდება, გადმოწევ. ოიყვანოთ ახლა თავი ბოლოში აქეთკენ. ასე მივადოთ კარგად. იბადონო. აქ ახლა პარამეტრები გვიყენია, პარამეტრებსაც დეტალურად გავივლით. ახლა შეგვიძლია პედალს ფეხი დავაჭიროთ და მოვღუნოთ. აუცილებელი საყურადღებო რაც არის კიდევ არის ის რომ ეს ახლა არის ბინძური. ეს უნდა გაწმინდო აუცილებლად. მცირე ნაგავის კი ან ამაზე ნადები, კიდეზე ნადები, ხო? აი აქ ახლა საუსენცია. ესეც კი გრადუსში ძალიან დიდ სხვაობას გაძლევს. მასალა რა სიმყარის არის? როგორ დაჭერით, ხრა დაჭერით, ცივა დაჭერით, რა გააკეთეთ, ყველაფერი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ესენი გადაჭერილი გაქვს, არ გადაჭერილი და ასე შემდგომ. კარგი, ახლა გავიაროთ დეტალურად პარამეტრები რა. მოკლედ, აქ გვაქვს ორი ტიპის რეჟიმი. არის ხელით მართვა, არის ავტომატური. ხელით მართვის რეჟიმში შეგიძლია ახლა რომ გავყვეთ პარამეტრებს უბრალოდ რა. გვაქვს მოღუნის სიგრძე და დამეჭირა შემთხვევაში. მოღუნის სიგრძე, მოღუნის მეთოდი. აქ არის earband-ი. earband-ი ნიშნავს, რომ ჰაერში ბოლომდე კი არ ჩაბრესავს, ანუ ეს ძალას კი არ დაატანს აი ამას ამიმართებაში. ჰაერში ჩაღუნავს რა, სულ ბოლომდე არ ჩადის. ზოგადად ყველა მოღუნა, რასაც გააკეთებ, იქნება earband-ი. აი ამ ასეთი ფორმა, ასეთი პუანსო მატრიცა რაც გაქვს. ესენი არის სხვა დანიშნულები, სხვადასხვა პირების, სხვადასხვა ძირებისთვის. როდესაც გინდა რომ ეს მაგალითად აი გადააბრტყელო, ასე გადააბრტყელო და გადაკეთე. მაგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეს დანარჩენები. ახლა აქ უთიდებ სიგრძეს. რა სიგრძის დეტალი გაქვს მოსაყუნე. Product position. ანუ რა პოზიციაზე გიყენია, რა მანძილზე დაახლოებით. მაგას უთიდებ აქ. გრადუსი, რამდენ გრადუსზე უნდა მოღუნო. ამ შემთხვევაში ახლა 90 გრადუსზე გვინდა მოღუნვა და მასალის პარამეტრი ჩვენ არ გვაქვს დაკალიბრებული, ანუ გამოყვანილი არა მასალის პარამეტრები. 1 მმ-იანი რკინისთვის გამოყვანილი აქვს. ჩვენ ახლა 1.79-იანი ეს რა სიმყარის რკინაც გვაქვს, მაგის პარამეტრი გამოვიყვანე და ამის 90 გრადუსი შეესაბამება 93.2-ს. იმიტომ რომ ეს მასალა ჩინეთში არ აქვს. ეს ჩვენ გვაქვს აქ ეს მასალა. და მაგის პარამეტრი უნდა გამოვიყვანოთ, რომ ეს უნდა შეესაბამებოდეს 90 გრადუსს და მე შეგვიძლია იმუშაო. მე რომ მივთიდებ 95-ზე დაღუნა, სიტყვაზე ამბობ. შემდგომ ახლა გვაქვს აქ Y1-ის და Y2-ის კორექცია. ეს არის Y2, ეს არის Y1. თითოეულ ცალ-ცალკე შეუძლია რომ ჩამოვიდეს და ავიდეს. ანუ აქ რომ მე მოღუნავ, თელ სიგრძეზე აი აქ მაგალითად მაქვს 90 გრადუსი, იგივე მაქვს სიტყვაზე 86 გრადუსი, ხო? ავდგები და მაგ 4 გრადუსს ჩაუწერ აქ Y1-ის კორექციაში, პლუსში. თუ მინუსში მინდა, მინუსში ჩაუწერ. და ორივე შეგიძლია აწი დაწიო. უფრო მეტად მოღუნოს და უფრო ნაკლებად მოღუნოს. მე აგერ გიწერს Y-ის პოზიციას, ანუ Y რა სიღრმეზე ჩადის, აი აქ. ანუ აქედან სულ ზემოთ რო ადის, სულ ზედა ნაწილიდან ქვედა აი ამ პოზიციამდე რა მანძილი გაიარო, რა მანძილი უნდა გაიაროს. ეს არის 220 მმ. ნიუთი ნიშნავს რა მანძილიდან დაიწყოს ნელა სიარული. მე თუ მივთიდებ ახლა სიტყვაზე, აქ 100 მმ-ს. ახლა უყურე 100 მმ დაშორებიდანაც კი ნელა დაიწყებს სიარულს. აქ არის ახლა ავწიოთ მაღლა, ეს არის მაღლა აწევის ღილაკი, ეს არის ავარიული გათიშვა, ქვემოთ აქვს პედალი რომ წამოვიდეს. ახლა აქ იყო 211 თუ სწორად მახსოვს. ой. ეს არის ჩართვის ღილაკი, ჩავთეთ ხო?
ой, რატო არ შეგო? აჩე. ამოვხდოთ, ჩავთოთ ხელახლა. ავიყვანოთ მაღლა. 211 გავუშვათ. 211-მდე ჩამოვიდა ჩქარ და მე ნელა. და იმ მანძილზე, ახლა ნახე რა ხდება? იმ მანძილზე ემუშავება რა იქვე. მაგის პარამეტრი ცალკე გვაქვს რა, ოფენინგი. აქ სადღაც 0-ი დამეჭირა. აქ რომ მივთითო მაგალითად 50 მმ, ნახე ახლა რა ქნას ჩამოვა და 50 მმ მანძილში დაშორებაში მუშაობ. შენ რადგინას უბოლომდე თუ ავიდეს, რო ავიდეს, ანუ თუ შენ ხელი არ გეშლება, თუ რაღაც დიდი დეტალი არ გაქვს და იქ დატრიალებაში ასე რომ ჩადო და რაღაც ხელს არ გიშლის, ჯობია ეს რაც შეიძლება ახლოს კონდეს, შეიძლება 20 მმ-ზედაც კონდეს, ახლა თუ პატარა დეტალები გაქვს, აღუნე. რო სწრაფ-სწრაფად რომ მოღუნო, რომ დრო არ დაგეკარგოს. ვითომ არაფერი, მაგრამ 1200 და 2000 დეტალი რო გაქვს მოსაღუნე, ეგ იჯამება რა. აგიტო ესეც აქედან გამომდინარე უნდა შეცვალო. ეს არის ხელიღუნის რეჟიმი, ოღონდ ყველაფერს აქ რასაც განვიხილავ, იგივე ხდება ავტომატურ მოღუნაშიც. ახლა მე აქ ტონაჟი. რამდენი ტონით დააწვეს სიტყვაზე. ამ შემთხვევაში ამის კალკულაციას თვითონვე აკეთებს. Dwell time არის რო ჩავა დაბლა. ამას რომ დაპრესავს, რამდენი მილიწამი გაჩერდეს. 1-დან 2 მმ-მდე შეგიძლია 0.2 რა, 0.2 მაგალითად 2 მმ-იანზე. უფრო სქელებზე 3-იანი, 4-იანი, 5-იანი, იქ უკვე 1 წამი, 2 წამი შეიძლება გაუკეთო დაღონება, იმიტომ რომ სხვადასხვა შედეგს მოგცემს, სხვადასხვანაირად დაგიღუნავს. ჯობია მოუმატა დრო. დეკომპრესია, მე რამი დეკომპრესია რო დააწვა, უკან ამოვა, ხო, რამდენი ხანი დააყოვნოს, უკან ამოსულზე. რამდენი მილიმეტრით, ეს სავსებით საკმარისი არის. სიჩქარე მე, ამ ჩასვლის სიჩქარე და decompression speed, უკან ამოსვლის, ანუ დეკომპრესიას რო აკეთებს ამდენი მილიწამი, რა სიჩქარით ამოვიდეს. ეს ახლა რო შეუცვალო, მე უკვე სხვანაირად დაგვიღუნავს კიდე რა. Wait for retract, no. ესეც არ გინდა რა, ამას ხელი არ მოგიდოთ, არ შეცვალოთ. ახლა აკეთგე მასალის სისქე 1.79, შტანგელით გავზომეთ, ხო? მასალა, აქ მასალები გაქვს შენახული. ან მასალის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონდეს, უნდა შეიყვანო აქ მენიუში. ახლა ჩამონათვალი რაც გვაქვს, ესენი არის შენაყვანი ჩინელების მიერ. დარჩენად ამ მასალაზე ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ. რა სიმღერის არის ეს მასალა, გაწელვაზე რა სიმღერე აქვს და რა მახასიათებლები აქვს. ეგრე უნდა შეიყვანო ბიბლიოთეკაში, მაგასაც გაჩვენებ. მე აქ არის ფანჩი. ფანჩი არის H120. ეს არის აქ ეს 150-იანი არის, მაგრამ როგორც გითხარ, უნდა დააკომპენსირო 120 უნდა მივდიდო ამ კონკრეტულ დანაზე. ქვედა არის V16. მაგას აიდან ხვდები რომ V16 არის. V ნიშნავს ამ ღიობს, გაშლას რა. მოხვალაგერ გაზომა. ეს არის 16 მმ-იანი სიტყვაზე. ხო? და ამას აირჩევ V16. აქაც აი ჩამონათვალი გაქვს. ნახე აქ როგორები არის. ესენი V80 იქით ამ მხრიდან აქვს სიტყვაზე, V60, V24. რომელიც გაქვს, მაგას აირჩევ. თუ არა გაქვს, აქ დაამატებ სიტყვაზე. მე უკვე X-ის პოზიცია, მაგალითად მოგვუნა გვინდა 250 მმ-ზე, ანუ იქით რო შევიდეს. სიგრძე რო კონდეს დეტალს 250. რო ჩართავ. ახლა მოიცა საქმრად გავუშვათ. ეს უნდა გაიწია. აჰა. ეს არის ბოდიში, რეტრაქტი არის. აი ეს უნდა მიმეთითებინა რა. ეს რამხელაზე გავიდეს უკან. ახლა გასვლა რატო გჭირდება აგიხსნე. თქვა შენ ეს გადაღუნე და ეს რო ამოიღუნება, იქ ხო ამოარტყამს, რო არ ამოარტყავს, უკან რამხელაზე გავიდეს ეგ არის. შემთხვევით ეს ამეკრიბა ამის მაგივრად. ეს არის მანძილი. 250 მმ. Up brim must be open first. ჯერ რო გახსენიო ეს მაღლა იყვანე. მე ვილაპარაკოთ მაგაზეო. იბატონო, ის დგას ახლა 250 მმ. თქვა გვინდა ახლა, თქვა 100 მმ, ხო? დააყენებ 100-ზე. მოვიდა 100 მმ. რაღაცაზე ახლოს ვერ მოხვალ. აი, მაგალითისთვის ახლა ვცადოთ 15 მმ. არის წესით, გათვალისწინებული უნდა გქონდეს წარმოებელს, უნდა მივიდეს, ავიდეს მაღლა და უნდა ჩამოედოთ. თუ არაა გათვალისწინებული, დაეჯახება. გათვალისწინებული აქვს, დაპროგრამებული აქვს. ახლა რომ მოღუნავთ 15 მმ-ზე იქნება. სხვანაირად რომ მივიდეს, მივა დაეჯახება ეგრევე. 100 მმ. დიბატონო. და დაღუნვისასაც, მაგალითად აი 15 მმ გვაქვს, ხო? მივიდეს. ეს უნდა გავიდეს ახლა 50 მმ-ზე. გავიდა.
ხო. კი ბატონო, კი. პოზიცია სადაც არის, მაგას აქ გიწევს. Y-საც აქ გიწევს. დეფლექტი და ლეიონი აქ არაფერი არ გჭირდება, ამ პარამეტრს ხელს არ გიდებ. ფინგერ 1, ფინგერ 2, ნუ ეს გასაგები არის მანძილები და აქეთკენ ახლა მაგალითად გვინდა მასალის დამატება. აი და სად არის position correction, ეს არის X-ის კორექცია. აი აქ machine-ში position-ი მოკლეები სადა გვაქვს? ახლა მაგალითად ამას მოდი ეს გადავდოთ აქეთ. აი უღუნავთ, ხო? რამდენი მილიმეტრი გვაქვს აქ გაწერილი მანუალში? 15-ის მაგრად მოდი 50 მილიმეტრი იყოს. და ჩავუშვით. არის. ეს გამიზომე ახლა აქედან აქამდე რა მანძილია? შტანგელი აიღე. დაახლოებით მიადე. თქვა არის 52, ხო? ახლა აქ ავდგებით და machine-ში აქ გვაქვს კორექცია 3 მილიმეტრი, ხო? -3. მანუალში გადავალთ. ჩავურთავთ, ნახოთ. ოც შტანგელი. ეს იდეამან უფრო დააგრძელა. ხო, +3 უნდა ჩავგეძალო. აქ გადავიდეთ, 3 მილიმეტრი ჩაუწეროთ. კი ბატონო. ერთი დავუღუნოთ პროსტა ისე ეს გადააგდე. კი, მაგრამ ანუ აწიბარეგამ მიუთითე რამდენი სამიზათებელი, რატომ დაიძვალა, ხო? მე რომ მოვა დამკვეთი რომ მოვა ყოველ ჯერზე უნდა აკომპენსირო მე, ხო? რატომ დაიძვალა? აღნო 49 ცოტა ისაა რა, მოსამადებელი არის. 3 და 5 არა, 2 რამდენი იყო? 2.5. ასე მე მგონი, ტესტ ეგ უნდა იყოს. ახტება. ნუ ცოტა მეტი უნდა გინდა. 2.4 იყოს, რა. ეს უკვე უკეთესი იქნება რა. ძალიან მიახლოებული და შეიძლება დაიყვანო რა. ცი და დაიყვანო მაგის პარამეტრებს. კარგი, machine-ში კიდე რა გვაქვს? Maintenance-ი არ გჭირდება, სისტემ ინფორმაცია ვიცით. Machine-ი, აი ამის სიგრძეები. აი როგორც გითხარი ადრე, ესენი შენ შეგიძლია შეცვალო, აი ეს პირები. და ამას ეს ითვალისწინებს ზედას, ქვედას, ამებს ითვალისწინებს, იმიტომ რომ შენ შეიძლება დეტალი ჩამოდება გინდოდეს, შეიძლება მიდება გინდოდეს. მაგ ყველაფერს ითვალისწინებს ეს რო ღრმად შედის იქითკენ, ხო შენ ამაზე ვერ მიადებ, იმიტომ რომ მიადო ჩავარდება. მაგიტო ეს ზომა ზუსტად უნდა იცოდეს. ამას თუ შენ შეცვლი, მოხსნა რაღაცას ახალს გამოჩარხა. აქ ეს ინფორმაცია უნდა შეიყვანო რა. აქ შეგიძლია აქ დაედიტო. ბოთომ დაის. ახლა აგერ მაგალითად ქვედა დანები. თქვა ეს გამოცვალე ხო ახალი მოიდანე. აი აქ ამატებ ახალს. და უნდა დაარქვა მაგალითად ნიკა რაღაცა 2. accept. აქ უნდა შეიყვანო ყველა პარამეტრი, ანუ გრადუსი, სიმაღლე, ყველაფერი. და მე ავტომატურად გააკეთებს კალკულაციას, ანუ არ მოგიწევს აი ძალიან ისე დასმა რა, ერთმანეთს არ დაეჯახება დანები და არ გაგაწვალებს. მაგიტო ეს ყველაფერი უნდა მიუთით. აქ დავასრულოთ. ხო. მაგალითად კიდე რა გვაქვს? ფანჩის. ეს არის ახლა ზედადანები. აქაც იგივენაირად. ბევრნაირი დანა არსებობს. აქაც შეგიძლია დაამატო რა. შეუულებრივად. ახლა სეტინგები. აი აქ არის მაგალითად მასალები. მასალას აქვს მე თავისი პარამეტრები. აქ დაარქმევ რაღაცა რკინა. ჩეო. და ამას უნდა გაუწერო მე ეს პარამეტრები რა. Tensile strength რამდენი აქვს? ემოდული რამდენი აქვს? Hardening, ანუ გამყარების მახასიათებელი ექსპონენტი. ანუ ეს პარამეტრები უნდა იცოდე მწარმოებლისგან, მასალების. ამას შენ რო აქ შეიყვან, მე დანადგარით რო დაღუნავ, ავტომატურად იმ გრადუსებს ზუსტად დაგისვამს. და ამ კოეფიციენტებს უნდა ეთამაშო რა, ასე რომ უნდა გაასწრო. ეს ცოტა რთული არის, მაგრამ ნუ რავი, წესით უნდა გააკეთოთ რა, ეგეთი რაღაცა. კარგი, კიდე რა გვაქვს აქ? Generally, პროგრამი, default-ი, ნუ ესენი არ გვჭირდება.
ეს არის მანუალური მოღუნის რეჟიმი. ახლა მაგალითად ავტომატური, ხო? აქაც მიყვები დანა, ახლა რაც ვიღენი არის H120, 86 გრადუსი, 0.3-იანი რადიუსი. ეგ რაღაცეები აი აქ აწერია. 86 გრადუსი, ანუ ყველაზე პატარას 86 გრადუსიანს მოგიყუნავს. ქვემოთ V16 გვიღენია, კი ბატონო, და სიგრძე არის 60. ეგეც მითითებული გვაქვს. თუ არ გაქვს, მაგალითად სხვა დანა გიღენია, ან ეს გადაატრიალე, ხო, სკელი მასალისთვის. აქ აირჩი. რომელიც კიდე. მე გადახვალ პროგრამაში. აქ უკვე უნდა დაამატო პროგრამები. პირველი პროგრამა, მაგალითად, პირველის განი რასაც ვღუნავთ, არის 2000 მმ. მერე გრადუსი 93.2, უკვე ხო ვიცით რომ 93.2-ით ამ სისქის მასალას რო ვღუნავთ, ესეთი გამოდის, ხო? მიუთი, აიცა? მიუთი 4 მმ რადო? ენგლი 4 რადო დამიწერა, კაცო, 4 არ უნდა დაეწერა. 211 იყო მიუთი, თუ სწორად მახსოვს. პარალელი არ გვინდა ოპენინგი 15 და 2-ის მაგირად 50 მმ კი ბატონო. 50 სადორმაძერინებს. მეც უნდა დამაწერინოს ეს მოიცა. ანუალში სადაა ჩვენი მიუთი. პარალელი ოპენინგი 100 მიზერია ვაფშე. არ მაწერინებს. კაი, ნახოთ ერთი რატო არ მაწერინებს, გავყვეთ აბა. ტონაჟი 53 ტონა გვეწერა მე მგონი. dwell time 0.3, ეს 0.09 გვეწერა. სიჩქარე 10 გვეწერა აქ. და X-ის პოზიცია კი ბატონო, ახლა მეორე ღუნვა. მეორე ღუნვაზე მაგალითად პირველია 100 მმ-ზე, მეორეა 400 მმ-ზე. ეს სხვა ზომები და სხვა პარამეტრებით მერე. ენინგი 80 კი ბატონო, აქ რავი უწერია ჩვეულებრივად. კარგი, ახლა ავტოზე გადავალთ, პროგრამას თვითონ გაამზადებს და ნახოთ აბა ერთი რა უნდა. Y ღერძის ლიმიტი. არ მოეძონა. ესე იგი, რაღაცა ხარვეჯი აქვს რა ამ პროგრამას. მოდი, სულ ახალი პროგრამა გავაკეთოთ. ეს იმათი გაკეთებული პროგრამას ვაედიტებდით თურმე. ეს არ ვიცი, შეიძლება დეფოლტად სხვა რაღაცა აქვს შემოდანი. მოდი, ახალი პროგრამა დავამატოთ. აქ ტესტ 1 დავარქვათ. ეს იგი angle-სელი არ გინდა, thickness-ი 2 მმ. კინა კი ბატონო. ფანჩები არჩეული გვაქვს, ეს არის. ახლა პროგრამა. გვაქვს ერთი პროგრამა, ხო, აგერ გავყვეთ 2000. კი ბატონო, გრადუსი 93.2. მიუთი იყოს 211. ოპენინგი იყოს 50 მმ. რატო არ აკეთებს? ოპენინგი არ მოეწონა იმ ხელა რომ მქონდა. მიუთი რომ მქონდა, დიდი ეგ არ მოეწონა. კაი ბატონო, 50-ზე იმუშავებს ახლა. 40 ტონა, ეს 10 მმ წამში სიჩქარე. ეს გავაკეთეთ. ახლა დავამატოთ მოღუნვა. აგერ მეორე. მეორესაც, ну, თქვა ზუსტად იგივე იყოს, გინდა მესამე, გინდა მეოთხე, რამდენსაც გინდა დაამატე. ახლა ცუდი ამას რა აქვს, იცი? ვიზუალიზაციას არ გიგეთებს. ამის შემდგომი მოდელი რაც არის, კონტროლერი, ის გიხატავს კიდევაც. რეები გაქვს მოსაღო. DA53 TX არის მე მგონი მოდელი რა, რომელიც მაგას აკეთებს. ან შეიძლება ამას ლიცენზიაც ჰქონდეს, არ მახსოვს რა. ვიზუალიზაციის ლიცენზია შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად მეორე გვინდა 90 გრადუსი, კარგი მანძილი X იყოს აქ მაგალითად 500, ეს იყოს მაგალითად 100 და ეს იყოს მაგალითად 50. გადახვალ ავტოში, გავუშვებ და იწყებ რა დაღუნას. და მიუთი გვიღენია ძალიან ისე, ხო, მოდი დავბრუნდეთ უკან. მიუთი აღენია 100. 100-ის მაგირად იყოს 200 მოდი. Must be open first. ბატონო, X-ის ლიმიტი რაღაც არ მოეწონა მაინც.
აი, ასე ნახოთ. რა არის კაცო? რაღაცა 102 გრადუსი გვაქვს მითითებული მე მგონი. მეცაბა. აი. აუ ნახოთ ერთი აქ რა გვაქვს არასწორად. ასე უნდა ქნას ეს. აუშვათ აბა. აკეთა ერთი მოღუნა. მერე X-ზე წავიდა 50-ზე. ნახე, აქ კორექტირება გააკეთა უკვე. იმდენით, რამდენიც ჩაუწერეთ კორექტირება. აი, მე მეორე მოღუნვაში მიუთი ქონდა ისე მაღალი. აგაც ახლა რაღაცად გადმოვიდეთ პროგრამაში. მეორე მოღუნვაზე გადავალთ. აქ მიუთი 20 მმ, თქვა და 50. აქ X-ის პოზიციებს როგორც დაგჭირდება რეტრაქტი უკან გაწევა, მაგნეს მიუთითებ რავი. აქაც ახლა მიუთი 20 მმ, აქაც მიუთი 20 მმ. ავტოზე გადაიყვან და გაუშვი. აქ მოღუნებს გააკეთეთ ყველაფერს. ეს უკან კორექტირება რო გაუგეთეთ, ეგეც გააკეთეთ. გაწევა უბრალოდ რეტრაქტი. აი, გარი მეტი არაფერი.